ეგრეთ წოდებული ჩაწყობილი თამაში ქართულ ფეხბურთში პარასკევს საქართველოს განახლებული ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურის სასტარტო შეხვედრაში რუსთავში მასპინძლის როლში მყოფმა ბოლნისის სიონმა 0-1 მარცხი განიცადა ცხინვალის სპარტაკთან. ქართული პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ადგილი აქვს ორმაგ გარიგებას. ასქემით მოქმედებდნენ გუნდის მესვეურები, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ეს არის ერთადერთი გოლი, რომელიც 5 თებერვალს ბოლნისის სიონის კარში გავიდა. ცხინვალის სპარტაკი ამ თამაშის შემდეგ 3 ქულით დაწინაურდა. თამაში რომ ამ შედეგით დასრულდებოდა, ამაზე შეხვედრის დაწყებამდე საუბრობდნენ. კულუარებში ამბობდნენ, რომ შეხვედრა წინასწარ შეთანხმებული იყო. გარიგების მიხედვით სიონის სპარტაკს მოგებას დაუთმობდა. სამაგიეროდ კი გამარჯვებული გუნდი რუსთავის ოლიმპთან დამარცხდებოდა, რომელიც სხვა გუნდებთან შედარებით ჩემპიონატში 7 ქულით ლიდერობს. ცხინვალის სპარტაკის მწვრთნელი გავრცელებული ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს. თუმცა ვის აწყობდა ან რა მიზეზით შეიძლებოდა თამაშზე მსგავსი შეფასების გაკეთება, მწვრთნელს ამაზე საუბარი უჭერს. ანალოგიურ განმარტებას აკეთებს ბოლნისის სიონის მწვრთნელიც. ეს უბრალოდ აბსურდია. სპარტაკი ცხინვალს არასდროს არ უთამაშია, გაგებული თამაშები და არც ითამაშებს. ვინ გითხრათ, საიდან მოდის, რა ხდება? თამაშის ეგერ არის კასეტა. დაჯექით ნახეთ კაცო. ფეხბურთის ფედერაციაში დღეს ოფიციალური პირები კომენტარისაგან თავს იკავებენ. უნდა დავალოდოთ მატჩის დელეგატის და კომისრის განცხადება. ჯერჯერობით პროფლიგაში არ არის შემოსული განცხადება იმის თაობაზე, რომ რაიმე მოლაპარაკება შედგა ამ ორ გუნდს შორის და ეს თამაში ჩაწყობილი იყო, თუმცა რატომღაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს თამაში მართლაც რომ ჩაწყობილი იყო. გაყიდული ან გარიგებული თამაშები საქართველოს რომ ბევრი ახსოვს, ამაზე დღეს ღიად მხოლოდ კლუბი ოლიმპის ყოფილი დამფუძნებელი საუბრობს. მამუკა გუგეშაშვილი ვერ აკონკრეტებს, იყო თუ არა წინასწარ ჩაწყობილი კონკრეტულად 5 თებერვლის თამაში, თუმცა ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ბევრი იცის. თუ ავიღებ წინაწლებს, აბსოლუტურად მე ალბათ თუ გახსოვს, ყოველთვის ვიძახდი, რომ იყო ჩაწყობილი თამაშები და მაგის დადასტურება ძალიან ადვილი იყო, იმიტომ აქ ხდება ელემენტარულად რაღაც ჩაწყობილი თამაში, უბრალოდ ჩვენ რას ვეძახი და არ ვიცი, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ვიძახი გოლების გაცვლა გამოსვლას. მექანიზმი, რომელიც უკვე დამკვიდრებულ მავნეჩვევას გააკონტროლებს, არ არსებობს. ასეთ შემთხვევებში ოფიციალურად სამართალდამცველი სტრუქტურები მხოლოდ მაშინ ერთვებიან, როდესაც მათ ფეხბურთის ფედერაცია მიმართავს. ცნობილია, რომ ფედერაციის აღმასკომი უახლოეს დღეებში შეიკრიბება და სპარტაკისა და სიონის თამაშზე იმშელებს. იყო თუ არა ჩაწყობილი ორი გუნდის შეხვედრა მესამე სასარგებლოდ და დაისჯება თუ არა ვინმე ამ ფაქტის გამო, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.